მოგესალმებით, მე ვარ ილონა ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ერგების ლიდერი. ჩვენმა კლუბმა ოქტომბრის თვეში შეიმუშავა ესეთი ინიციატივა, რომლის თანახმადაც ჩვენ გვინდოდა სოფელში არსებული ბიბლიოთეკის აღდგენა, ვინაიდან ეს ბიბლიოთეკა იყო განადგურების პირას მისული და ეს წიგნადი ფონდი, რომელსაც თქვენ ახლა ხედავთ, იყო ძალიან ცუდ პირობებში მოხვედრილი, რადგანაც არ ქონდა მას შესაბამისი მოწყობილი ამერჩი და სწორედ ეს იყო ამის მიზეზი და თან მასში შედიოდა ფრინველები და ანადგურებდნენ მას. ამიტომ ჩვენ გადაწყვეტეთ მიგვემართა გამგეობისთვის და აგვედგინა ეს ბიბლიოთეკა. ამის შედეგად ჩვენ მივაღწიეთ მას, თუმცა ეს მოხდა გარკვეული დროის შემდეგ და აღდგა ეს ბიბლიოთეკა, დაინიშნა ბიბლიოთეკარი და ბიბლიოთეკა აგრძელებს მუშაობას. მართალია წიგნადი ფონდი შემცირდა და ჩამოიწერა ეს, იმიტომ რომ ლიტერატურა იყო შინაარსობრივად მოძველებული და სწორედ ამან განაპირობა წიგნების შემცირება, მაგრამ არის მინი ბიბლიოთეკა, როგორც თქვენ ამას ხედავთ და დღეს იყვნენ მოსული სტუმრები და საზეიმო გახსნა მოხდა ბიბლიოთეკის, რაზეც გვესაუბრება ჩვენი მეგობარი. მოგესალმებით, მე ვარ თათი ერამიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩაის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ერგების ერთ-ერთი წევრი. მართლაც დღეს აღმოიფრა ეს პრობლემა, გაიხსნა ბიბლიოთეკა, რაც სოფლისთვის და ასევე სკოლისთვის ძალიან კარგია და ანუ ყველა მოხდა ამ წიგნების დასუფთავება, გადმოტანა ავეჯის და სადღესასწაულო იყო მოწვეული სტუმრები, რის შედეგადაც მოწვეული იყო სტუმრები, კულტურის ხელმძღვანელი, ასევე ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია მელუა და დაესწრო ყოველივე ამას და მოხდა გახსნა ბიბლიოთეკის. ასევე იყო გამგებელი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგების ორი მოადგილე და ვფიქრობ ძალიან კარგია ეს ჩვენი სკოლისთვის, სოფლისთვის და ყველასთვის.